უკანონო თვალთვალის საელჩოებზე ოცნება მტკიცებულებებს საკუთარი თავის წინააღმდეგ თავადვე აქვეყნებს. იკვეთება სკანდალური სქემა, რომლის მიხედვითაც სისტემა ფლობს ინფორმაციას საელჩოებში დაგეგმილი ყველა ვიზიტის შესახებ. პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ყველა ვინც დიპლომატიურ უწყებებში სტუმრად მიდის, შემდეგ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე ხდება. ოცნების სუსი უკანონო თვალთვალში ერთხელ უკვე ამხილეს უწყებიდან გამოჟონილი ფაილებით დადასტურდა, რომ ოლიგარქის მთავრობა უთვალთვალებდა და უსმენდა ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს და არა მხოლოდ. სალომე ლაბაძე უერთდება ამ თემის ფორმულას პირდაპირ ეთერს. ელჩებს შორის ქართულმა ოცნებამ სამიზნედ ახლა ისევ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოარჩია, რომელიც როგორც ჩანს რეჟიმის მხრიდან არა მხოლოდ რიტორიკული თავდასხმის, არამედ უკვე თვალთვალის ობიექტიც კი. და სწორედ ამაზე მიუთითებს პროპაგანდისტული ტელეიმედის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელიც სწორედ გერმანიის საელჩოს კუთვნილი ავტომობილის გადაადგილებას და ელჩთან სავარაუდოდ შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი სტუმრის, ამ შემთხვევაში ნინო ომჯარიას გადაადგილებას ასახავს საჯარო სივრცეში. საიდან მოხვდა ეს ვიდეო მასალა პროპაგანდისტული მედიის ხელში, ან საერთოდ ვინ და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ საჯარო სივრცეში ელჩის გადაადგილებისთვის მეთვალყურეობა გაეწია. ეს ბუნებრივია, რომ არის ახლა ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, თუმცა არა ერთადერთი, რადგან პროპაგანდა აქ არ გაჩერებულა და მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო მასალა გაავრცელეს, შესაბამისმა მედია საშუალებებმა ამ ვიდეო მასალასთან ერთად გაავრცელეს ტექსტიც, რომლითაც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ თითქოს ასევე იციან იმ შეხვედრის შინაარსის შესახებაც, რომელიც ნინო ომჯარიასა და პეტერ ფიშერს შორის შედგა. თუმცა მათივე აღნიშნვით ეს შეხვედრა იყო დახურული, რაც ბუნებრივია იმის ეჭვსაც აჩენს, რომ არა მხოლოდ საჯარო სივრცეში ელჩის გადაადგილებას უწევენ თვალთვალს შესაბამისი სამსახურები, არამედ შესაძლოა საქმე გქონდეს დახურულ სივრცეშიც უკანონო მიყურადებასთანაც. თუმცა პეტერ ფიშერი აქვე უნდა ვთქვათ, რომ გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არ არის და ის, რომ სუსის ან სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან ელჩები არიან განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტები, გამოვლინდა მანამდეც არაერთხელ, მათ შორის სულ ბოლოს საფრანგეთის ელჩის შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ჩამოსული ელჩი ხვდებოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და იმის მიუხედავად, რომ ეს შეხვედრა წესით იყო დახურული და ამის შესახებ ინფორმაცია არც პროპაგანდისტულ მედიებს უნდა ჰქონოდათ, ამ მედიების წარმომადგენლები ელჩთან შეხვედრაზე ელჩის გასაცნობად მისულ სტუმრებს ადგილზე დახვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში ხვდებით და მომავალშიც შევხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, აზრთა მიმოცვლა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბარი. ამიტომ პირველ რიგში ასეთი ტიპის სკანდალების შექმნა და ეს პირველი არ არის სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრებთან დაკავშირებით დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, ნამდვილად ცდება რაიმე რაციონალურს, ისინი რაღაცა თვალთვალის რეჟიმში არიან, იქნება ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება მათ იცოდენ მუდმივად ვინ ვის ხვდება, ვინ როდის ხვდება და ასე შემდეგ. და რაც შეეხება უკვე შინაარსი, რა თქმა უნდა უცნობი უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრაზე თუ კი არ არის ეს ღია მედიისთვის, როგორ შეიძლება ეს იცოდეს და აქ ნამდვილად კითხვები ჩდება, საიდან შეიძლება იცოდეს შინაარსი მედიამ და ხომ არა აქვს ადგილი აქაც მიყურადებას და თვალთვალს. ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი ნასაზრდოები არის იმ შიშით, რაშიც იმყოფება ივანიშვილის პარანოია, რაც მას დაემართა ძალაუფლების დაკარგვის, თუნდაც სიცოცხლის დაკარგვის, მას ეს პარანოები აქვს და ამას ნებისმიერ მის წერილში ვხედავთ, ნებისმიერ მის განცხადებაში მანამდეც ხედავდით. ეს თვალთვალიც არის ამ შიშის და ჩამოქცევის ნიშანი. შინაარსი, რაზეც პროპაგანდა არის აგებული, ეს შინაარსი როგორ გაჩნდა? საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია, როგორ მიიღეს? თავდასხმად აღიქმება, მათ შორის საელჩოზეც. ჩვენ გვახსოვს ასევე, როგორ ისმენდნენ ქართული ოცნების რაღაც პერიოდში, უსმენდნენ ელჩებს, ის კრებსები რომ გავრცელდა, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოყვა. ფაქტობრივად ესეც აღარ აინტერესებს ქართულ ოცნებას და სრულიად გადასული არის შექმნას, შეთხზას ამბები, მოიგონოს ტყუილები და რაღაცა კადრებით ცადოს ამ ნარატივის აწყობა, ისე რომ ეს დამაჯერებელი იყოს. როგორც რეჟიმის კრიტიკოსებისგან მოისმინეთ, ახლა სწორედ რეჟიმმა უნდა უპასუხოს მათი განცხადებით შეკითხვებს იმის შესახებ, არის თუ არა გერმანიის ელჩი თვალთვალის სამიზნე და ასევე არის თუ არა ის უკანონო მიყურადების ობიექტის. ეს კითხვები კი დაყრდნობილია სწორედ პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლებიც მაყურებელს არწმუნებენ, რომ თითქოს იციან ნინო ომჯარიასა და პეტერ ფიშერს შორის შეხვედრის შინაარსი, არადა ეს შეხვედრა მათივე განცხადებით, როგორც უკვე გითხარით, იყო დახურული. ამ ინფორმაციის გავრცელების გამო უკვე ცნობილია, რომ ნინო ომჯარია ტელეიმედის წინააღმდეგ ცილის წამების მუხლით აპირებს დავის დაწყებას.